ეს არის უნიკალური. მსოფლიოში ეს არის პირველად ნაპოვნი. გილოცავთ, ეს თაფლია. ეწებებოდათ იმ გარემოს მიკრონაშთები ყველაფერი, რასაც ისინი ეხებოდნენ. ჩვენ ვიყავით მსოფლიოში პირველად, ვინც მოაშინაურა ვაზი და ვინც დაწურა ღვინო. იქ ნახეს ნემსი. ძაფი იმ დროს იყო პალეოლითში თევზის ნაწლავებისგან ახმობდნენ. ვტოვებ, რაღაც მე აღარ ვიქნები და კვალი იქნება ჩემი. ტრის მარცვალს ხო ერთი შეხედვით ადამიანი იფიქრებს რომ კაი ალერგიული მასალაა, ალერგიის გამომწვევია, მაგრამ ესე არ არის. ჩვენ თუ გადალექილი და ძველი დროის ტრის მარცვალი შევისწავლეთ, ჩვენ პირველ რიგში შეგვიძლია ვთქვათ მცენარეულობა აღვადგინოთ, როგორი მცენარეულობა იყო. მცენარეულობა თუ აღვადგინეთ, ეს კლიმატურ პირობებსაც მოგცემს. ჩვენ შეგვიძლია მოკლედ რო ვთქვათ, ბუნებრივი ცვლილება დავიჭიროთ, ხო, აღვადგინოთ. ასევე ადამიანის სამეურნეო მოქმედება, რას აკეთებდა, რას თესავდა, ასევე ადამიანის ყოფა, დიეტა, საკუთარი მცენარეები, ხო, ტრადიციები, აი დამარხვა როგორი იყო ტრადიციები და ბევრი რამ. პალეონტოლოგია არის მეცნიერება. აფთიათი აღმოაჩინეთ უძველესი ჩვენ, ერთ-ერთ ყორღანში, ეს არის ბრინჯაოს, ადრე ბრინჯაოს ყორღანი, კოლოფი იყო, პატარა კოლოფი, 4-ად გაყოფილი, იყო ხის დანა ჩადებული და სახურავი ჰქონდა, ეს იყო მოპირკეთებული იმით ლამაზად გაკეთებული ქსოვილით და არქეოლოგებმა არ იცოდნენ რა იყო, ცალკე ავიღენ ნიმუშები და ყოველ იმ განყოფილებაში იყო სხვადასხვა სამკურნალო მცენარეები. აი სწორედ იქ იყო ძელქვა, იქ იყო ვაზი და ეს არის პირველი, იცით როგორ მეცნიერებმა დაუძახეს სასწრაფო დახმარების აფთიაქი. ეს არის უნიკალური. მსოფლიოში ეს არის პირველად ნაპოვნი. ანტიკურ პერიოდში უკვე მინა გამოჩნდა, მზადდებოდა ძალიან ლამაზი ჭურჭელი მინის და ერთ-ერთ სამარხში, რომელიც უკვე ჩვენი წელთაღრიცხვით არის მეორე-მესამე საუკუნე, აღმოაჩინეს მარნეულთან ახლოს, რამოდენიმე სამაროვანში, 4-ში იპოვეს ეს ძალიან ლამაზი ფლაკონები. სანელ საცხებელს ეძახდნენ არქეოლოგები ამ ჭურჭელს. მომიტანა მე არქეოლოგმა და შიგთავსი იყო ყველგან, ხო და ვეძებ ამ სურნელოვან წამლებს, მცენარეებს, ვიცი ხო რისგანაც კეთდება. არა, მხოლოდ არის სამკურნალო მცენარეები. ხო და მე ეს რომ მოვახსენე, ხო, მეორადი მოხმარება იქნებოდაო. ჯერ სანესაცხებელი იქნებოდა იქაო და მე მეორადი იქნებოდა. მაგრამ მე ლიტერატურაში ჩვენ ნახეთ, რომ შეიძლება თავიდანვე ასეთ ლამაზ ფლაკონში ჩაასხა ეს პალეოლითში ჩვენ ისეთი მცენარეებს ვნახულობთ, როგორც სამკურნალოს, რომელიც იზრდება იქვე, სარეველები ძირითადად. აი ეხლა ხო სარეველებია, ჭინჭარი სარეველა, ესე იავშანი სარეველა, მრავალძაღლვა სარეველა და ძალიან ვარტკაჭაჭა, ძალიან ბევრი უამრავი და სწორედ რასაც იცნობდა ადამიანი, შორს ხო ვერ წავიდოდა იმ დროს. ჩვენ კიდევ ნახეთ იცით ამ სწორედ პალეოლითის დროს ესე ქვის ჯამი. იცით როგორ წყალმა რო იდინა, ფუღურო გააკეთა ქვაში. და შიგ ორგანული ნაშთებიც იყო. და ეს ნაყავდა ზუსტად ჭინჭარი ვნახეთ იქა, კანაფი. უკვე კანაფის თვისება იცოდა. იცოდა უკვე. რო იქ აბრუებს და როცა ტკივილი გამაყუჩებელია და აი მე ჩვენ ეს ძალიან გაგვეხარდა როცა ვნახეთ იქაც და აი ამ სანახშიც. აი ძალიან ლამაზია ზოოლოგიური ნაშთები. აი მათი ბუსუსები,
აი ასე ღვინოც ასე მივადექით სწორედ ქინქლას ბუსუსებით. უკვე ნეოლითურ ხანას ვსწავლობდით და ნეოლითურ ჭურჭლის შიგთავსებს. დავინახეთ, რომ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ბაზის მტვრის მარცვალი აუცილებლად ჭურჭელში, რაც იყო ღვინო. უნდა იყოს მისი სახამებელი. აი სახამებელის ამბავი ნამდვილად რომ მართლა მე მივაგენი პირველად იცით, იმიტომ რომ არავინ არ იცოდა ამაზე ლაპარაკი რომ ღვინოში შეიძლება იყოს, მე თანამედროვე ღვინოს შევისწავლე, მე მონიტორინგი ჩავატარე ვენახში და იქ დაკვირვებას ვაკეთებდი, ფოთოლის შევისწავლე, ღეროს შევისწავლე, თვითონ ისინი მარცვლები რომ სად რამდენი იყო სახამებელი, ყველგან არის გაძეძგილია, ძალიან ბევრია სახამებელი შიგ. მე მისი კანი ეპიდერმის ვეძახით და მე ზოოლოგიურ ნაშთებს ხედავდი. აი ამასაც ძალიან ძნელად მივაგენი, იცით, დავიწყე ძებნა ატლასებში. ატლასებში მივაგენი, რომ ეს იყო ქინქლა. და მე მეღვინებს რო უთხარი, რა თქმა უნდაო, ღვინოს ხარისხს ჩვენ ქინქლით ვიგებთო. როცა უკვე ვადუღებ და თუ ბევრი ქინქლა მოვიდაო, ძალიან კარგი ღვინოაო. და ყოველთვის, ისე ჭიქით რომ დავდგათ, ხო ვიცით, რომ მეორე მესამე დღეს უკვე ქინქლა მოვა, ხო? და ქინქლაში გვარდება, სადაც ქიტინია, მისი ბრჭყალები, მისი ბუსუსი, ყველაფერი ძალიან კარგად ინახება. მე მახსოვს, იცით, ჩამოვიდა ჩვენთან გერმანელი ჟურნალისტი, რომელიც ასე ღვინოზე აკეთებდა ფილმს. თქვენ შეიმუშავეთ ახალი მეთოდიო, აი ამაზე მომიყევით, რომ მე გერმანელ 30 მილიონს ხახსო, თან უბრალოდ ისეთ სიტყვებით მოყევით, რომ იმათ გაიგონო, რომ აი როგორ დაადგინეთო, რის საფუძველზე დაადგინეთ, რომ აი ზუსტად ღვინო იყო იმ ჭურჭელში და ვერ რომ მოუყევი ძალიან კმაყოფილი იყო და ეს გამოქვეყნებულიც არის და ეს დამკვიდრდა უკვე, რომ ასეთი შეიძლება სწორედ პალინოლოგიური მეთოდით ნახეთ, თაფლი შეიძლება განსაზღვროთ, ღვინო შეიძლება განსაზღვროთ, ტუალეტი შეგვიძლია განსაზღვროთ. გაგზავნეს ეს ნიმუშები, ეს ჭურჭელი ამერიკაში, მაკგოვერნია პროფესორი, რომელიც აკეთებს ქიმიური მეთოდით, იმანაც გააკეთა, დაადასტურა და მე უკვე გამოქვეყნდა. და უკვე კარგ ჟურნალში და უკვე დადგინდა, რომ ჩვენ ვიყავით მსოფლიოში პირველად, ვინც მოაშინაურა ვაზი და ვინც დაწურა ღვინო. ფუტკრის ბუსუსები ხვდებოდა, მაგრამ ეს გავდა აი პალმის ტოტს. ვერავინ კაციშვილმა ვერ გაიგო ეს რა იყო. მაგრამ მე შემთხვევით თანამედროვე თაფლი როცა შევისწავლე, ვნახე, ინტუიციით მივხვდი, როცა თაფლოვანი მცენარეებია, თაფლია და აი სწორედ იქ არის ეს და მე ამიტომ მე შევისწავლე თვითონ ფუტკარი, თანამედროვე ფუტკარი, ყველა მისი ნაწილი და სწორედ აღმოვაჩინე მე თვითონ, რომ ეს იყო ფუტკრის ბუსუსი. სამი ჭურჭლის მასალა ვნახე და არის ძალიან ბევრი მტვრის მარცვალი, არის მაღალი კონცენტრაცია. არის უამრავი ყველაფერი და დავიბენი, მე არ ვიცოდი ეს რა უნდა ყოფილიყო. და ამ დროს ჩემ ბედად ჩვენთან მსახურში ჩამოვიდა პეტრე პაკორნი, რომელიც არის ძალიან კარგი პალინოლოგი და ჩეხეთიდან, პრაღიდან. ხო და იმას ვაჩვენე. გილოცავთ, ეს თაფლია. თურმე მას ჰქონდა ესე იგი თაფლი უკვე შესწავლილი. და მე ეს ბუსუსები, აი სულ იცით ერთი ალბათ 10 წლის წინ დავადგინე, რომ ეს იყო ფუტკრის ბუსუსები და იყო კიდე კარგი არგუმენტი, რომ თაფლია. ჩვენ თანამშრომლებმა მოიტანეს თაფლი, რომელიც უნდა ეყიდათ, თანამედროვე თაფლი. და აბაო, გაიგეთო, კარგია თუ არაო. თუ ბევრი მტვრის მარცვალია, ესე კარგია. და თუ მარტო შაქრის სიროფია, იქ მტვრის მარცვალი არ იქნება, ხო, ცოტა იქნება. და თანამედროვე თაფლში რომ დავინახე ეს ბუსუსები, უკვე ეჭვი შემეპარა, უკვე თქვი, ღმერთო, ეს რამე ხო თაფლის ხო არ არის, ფუტკრის ხო არ არის, რაიმე არ ვიცი. და ჩემი დოქტორანტს ვთხოვე, რომ კახეთში მეფუტკრე ყავდა ბიძა და ჩამოიყვანა, მე ვთქვი 2 მკვდარი ფუტკარი მინდა, მჭირდება. ჩამოიტანა
და ცხონებული ჩემი ქმარი, ჩემი ზოოლოგი იყო, ჯემაშ ცოცხალი იყო, მომეხმარა ძალიან, ბინოკულარი სახში გვაქვს, ეს სპირტი სახში გვაქვს, დავაწევრიანეთ და ყველაფერი ვნახეთ და მე ვკივი ვარ, ეს არის, ეს არის, მაგრამ საინტერესო რა იყო, იცით, სხვადასხვა ხარისხის თაფლი იყო. ერთი იყო დღის, ცაცხვის, მეორე იყო მდელოსი და მესამე იყო სხვა მცენარეების სამი საუკეთესო, აი ხო გითხარით, ბევრი მტვერი იყო მეთქვი და მე არქეოლოგებმა თქვეს, რომ ესო მეფუტკრე იქნებოდაო და იმიტომ სამივე იმაში, ხო ეს უკვე არქეოლოგების დასკვნა იყო, რომ მეფუტკრე იყო. როცა ვიღებდი თავის ქალის ქვეშ ნიმუშებს, იყო ძალიან ბევრი მტვრის მარცვალი. აი, სხვაგან არ იყო და იქ იყო და მე ძალიან მაინტერესებდა, რატოა? არა მარტო მტვრის მარცვლები იყო ძალიან ბევრი ქსოვილის ბოჭკოც. ხო და მე არ მესმოდა ეს რატო იყო ასე. და მე იცით რა არის? ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მოხუცებული ქალები, რომელიც სულ ეზოში, სოფელში, რომელიც ეზოში, ქართლში, ეზოში მუშაობდნენ, თონეში აცხობდნენ პურს. ჩვეულებრივი და ვთხოვე, რომ 10 დღე ადაებანათ თავი. მე თუ დავბანე, ეს ჩამონაბანი შევაგროვე, რა თქმა უნდა, და მოვიტანე ლაბორატორიაში, გავაკეთე ანალიზი და გაოცებული ვიყავი. აი, იცით, აი ესეც მონაცემთა ბაზა, სად იყო ეს ქალბატონი? პურს როგორ აცხობდა? ესე იგი, მიკრონაშთები იყო იმის ფქვილის. მიკრონაშთები იყო იმ კიპების, რომელიც მცენარეებზეა, იმიტომ რომ იქ იმაშო მარლი და მცენარეებს. თეთრეულის ბოჭკო, ქსოვილი, სადაც ეძინა. ხო, ბამბისა გაქვთ მეთქი, თეთრეული კი შვილოს, აიდან გაიგეო, მითხრა. ხო და უამრავი რამე და თურმე, ხედავთ, ხო ცხიმოვანია თმა. აი ამ ცხიმოვან თმაზე და თუ დიდხანს კიდე არ დაიბანდა ბრინჯაოს პერიოდში, ხო არ შეეძლოთ ასე ყოველ დღე შხაპის მიღება, ხომ? ეწებებოდათ იმ გარემოს მიკრონაშთები ყველაფერი, რასაც ისინი ეხებოდნენ. ამიტომ ჩვენ უკვე შეგვიძლია თქვათ კიდე აი აქედან გამომდინარე, უეცარი სიკვდილი იყო თუ არ იყო. თუ იყო უეცარი სიკვდილი, ადამიანი დადიოდა, იქნება ძალიან მდიდრული სპექტრი, სად იყო ადამიანი, ყველაფერს გავიგებთ. მაგრამ თუ იყო დიდხანს ჩალოგინებული, ძალიან ღარიბული, არაფერი არ არის. თუ შეიძლება ეს სარეველა რამოდენიმე მტვრის მარცვალი იყო, რომელიც აი ეზოში და ფანჯიდან შემოვიდა. ამასაც კი ვიგებთ. ერთი ასეთი არტეფაქტი იყო. იყო აგურის ფორმის, ზომაც იყო, პატარა დიდი არ იყო და იყო ასეთი სამკუთხედი ფორმის უფრო თხელი. და ეწერა რომ ხე, კითხვის ნიშნით. დამიძახა მე მინდია ჯალაბაძემ. ჩატეაო ესო ხისთვის, ეგეთი რა ხე უნდა იყოსო. აბაო გააკეთეთ ანალიზიო, გავაკეთე ანალიზი. და რა აღმოჩნდა? განამარხებული პური. უკვე ფორმა მიცემული. ეხლა როგორ დავადგინოთ, რომ ეს პურია? სახამებელი ხორბლის, მერე უამრავი, მერე იყო საფუარი, სვია, იმ დროს ხო არ იყო დროში. დიახ, და იყო კიდე გამომცხვარი რო იყო, ასევე ხის მერქნის დამწვარი უჯრედები. აი ეს ყველაფერი რაც პურშია, მე თანამედროვე პურის ანალიზის გავაკეთე, ჩემი ლაბორანტები გაგიჟდნენ, ალბათ რა თქვი და ამდენი პურიო, შავი, თეთრი, რომ გამეგო რის პური, რის იყო, ჭვავი ხوار იყო და შენარევი. ხო და ასე დადგინდა, რომ ეს არის პური და თანაც მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ამ დროს კი იყო პური ცნობილი. გადამარხებული, მაგრამ ფორმა არ ქონდა. ასე პიაბი ცომს დადებდნენ და აცხობდნენ და ამას უკვე ფორმა ქონდა მიღებული. ეს უკვე ნამდვილად ევოლუციურად უკვე წინ წასული იყო ეს ცხობის ტექნოლოგიები. და ეხლა რა იყო ის პატარა თეთრი ფერის. ის კიდე ორ ცხობილა იყო თაფზე დამზადებული, დამცხვარი. ეხლა იქ როგორ გავიგეთ? ასევე სახამებელი იყო, ხორბლის მტვისმარცვლები იყო. იყო თხილის მტვისმარცვლები, ანუ თხილიც შეურიეს და იყო თაფლი კიდე, რო ტკბილი იყო. აი, იცით რა ბედნიერი ვიყავი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. სალესი ეწერა. ქვის სალესი ეწერა.
ორცხობილას, აი ხო წარმოვიდგინეთ რა ეს იყო და არქეოლოგების, ესეც იყო ყველაფერი გამოაქვეყნებულია და როგორ არ გაგეხარდება და როგორ არ დაგაინტერესებს. საუკეთესო აღმოჩენაში შევიდა იმ 2009 წელს, როცა გამოქვეყნდა. ეს არის პალეოლითური ძეგლი, ძუძუანა, ეს არის ჯეთუასთან ახლოს. არქეოლოგები სწავლობენ თავის საქმეს. მიმიწვიეს მეს იმ ექსპედიციაში, ხო და პალეონოლოგია გვჭირდებაო. ვხედავ, რომ არის ბოჭკო, სელის ბოჭკოა. შეღებილია. ვარიანტი არ არისო. არქეოლოგი მეუბნება, ხა შეგინა მითხრაო, რომ იმ დროს პალეოლითში შარვა კოსტუმები ეცვათო, რებს ლაპარაკობ. იცი თავიდან იცი არავინ არ დაი. კარგიო, ეხლა კიდევ გაისად კიდე გვექნება ექსპედიციაო და ავიღოთო და გავაკეთეთ ბევრი ჭრილები. ხო და აბა სხვა ჭრილებში როგორ იქნებაო? ერთ-ერთ ჭრილში, სადაც იყო მაქსიმალური რაოდენობა ამ ბოჭკოების, იქ ნახეს ნემსი. იმ დროს ნემსები იყო იმის ძვლის მახათები, დიდი ყური ჰქონდათ, იმიტომ რომ ძაფი იმ დროს იყო პალეოლითში თევზის ნაწლავებისგან ახმობდნენ, იმას უყრიდნენ და ასე იყო ცნობილი და ამ ტყავის იმას სამოს კერავდნენ. მარტო ტყავი იყო, არაფერი არ იყო სხვა. ასე იყო ცნობილი მეცნიერებისთვის, პალეოლითისთვის მთელ მსოფლიოში. და ნახეს ნემსი, სადაც იყო ძალიან წვრილი ყუნწი. აი ერთი ძალიან ისეთი არქეოლოგი ზინოვი მაცკევიჩი, რომელიც აი ეს თავში შემოიწყა ხელი. აიო თურმეო რას უყრიდნენო, როგორც კი გაიგოს სელის ამბავი. იმან ეგრევე მიიღო, აიჭვი არ შეეპარა, ძალიან ნიჭიერი არქეოლოგია. აიო თურმეო, იმიტომ იყო, ხო და ესეც მერე დადეს გამოფენაზე და რომ სწორედ აი ამით იკერებოდა სწორედ აი ამ სელის ძაფით. და ანუ იმ დროს ხო სელი არ იყო კულტურაში, ხო სელი იყო, მაგრამ 17 სახეობა იზრდება თურმე ჩვენთან, საქართველოში. იზრდებოდა ეს ადამიანმა ერთხელ მოწყვიტა, მეორედ, შეიძლება რაღაცა თოკივით რაღაცა გააკეთან, გააკვანძა, დაინახა რომ ყველაფერი შეიძლება მერე დაჩეჩქო და ასე ნელა მიაგნო და მაინც ძაფი გააკეთა. ენციკლოპედიებში ყველა მტყავები გახადეს პალეოლითის ადამიანს, იცით როგორ ბედნიერი ვიყავი, ეს პოლონელების ენციკლოპედია ვნახე და სუსელი სამოსი ჩააცვეს.